მოგესალმებით მეგობრებო ყველას დილამშვიდობისა, მოკლედ ჩაგერთვებით და მინდა რომ აი ამ კითხვას პასუხი გავცე. თქვენ იცით გუშინ ჩაწერილ ლაივზე, სადაც ვაცხადებ რომ სვანეთი შეიქმნება როგორც სუვერენული სახელმწიფო და აი სვანეთი მეკითხება რომ საინტერესოა თამარ ამის თქმის საფუძველს რა გაძლევს. სვანეთიც აღარაა ის სვანეთი 20 წლის წინ რომ იყო და კი ბატონო ვეთანხმები, სვანეთი არ არის ის სვანეთი რომელიც 20 წლის წინ იყო, მაგრამ მე მინდა ჩემი დასკვნა მოგიყვეთ ჩემი დასკვნის შესახებ, წინათ გრძნობის შესახებ, თუ რატომ გრძნობ წინასწარ რომ ასე იქნება და საიდან დავასკვენი ეს საკითხი. გრძნობა მოდის დასკვნიდან, საერთოდ წინათ გრძნობა დასკვნებიდან მოდის. როცა იცნობ წარსულს, იცი მომავალში რაც მოხდება. ჩემი აზრით საქართველოს ისტორია საერთოდ ძალიან მრავალფეროვანია და ძალიან რთული გასაგებია თუ როგორ მოქმედებდნენ ჩვენი წინაპრები და რანაირად შეძლეს ის რომ დღემდე მოიტანათ საქართველოს ისე რომ ამხელა ტერიტორიების დამპყრობლები, იმპერიების დამმხობლები ხომ საქართველოს ვერაფერს ვერ უკეთებენ, ხელს ვერ კიდებენ და ვერ ამხობენ და საბოლოო ჯამში ძალით თუ არა გონებრივად მოიფიქრეს რომ თუ ძალით ვერ ვიპყრობთ საქართველოს, მოდი რაღაცნაირად გონივრულად მოვერიოთ ქართველებს. მინდა გითხრათ რომ დღესდღეობით მიმდინარეობს აბსოლუტური გაქანებული ომი, როგორც უკვე ქალბატონმა მარი ხუციშვილმა გავაზიარა ჩემს გვერდზე აღვნიშნა, ეს არის სიმშვიდე არ გვაქვს დღეს ჩვენ, ეს არის გაქანებული ომი ოღონდ დაფარულში, ეს არის ინფორმაციული საშინელი ომი და აი ამ ინფორმაციულ ომში მოიგებენ მხოლოდ და მხოლოდ გონიერი ადამიანები. ვინ არიან გონიერი ადამიანები? გონიერი თვითონ სიტყვაში რომ ჩავიხედოთ, გვეუბნება რომ ერი რომელსაც გონი აქვს, აი ეს ერი არის გონიერი. და თუ ჩვენ ამ გონივრულობით არ მოვერიეთ ამ ინფორმაციულ ომს, ჩვენ დღეს ხმლები და ფარები აღარ გვჭირდება, მეგობრებო რა. იცოდეთ რომ აბსოლუტურად კარგი ხრიკი რომელიც მოიგონა ამ ბოროტმა სისტემამ და რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ქართველებს თავისი ჭკუით ატყუებს, მინდა გითხრათ რომ ქართველი გონიერია და საერთოდ გონივრულობა სადაც დარჩენილა იმ ადამიანებში რომლებიც არიან მტკიცენი. პირდაპირ მნიშვნელობით რომ ავღწერო ის რომ საიდან მოდის აი ეს საქართველოს ისტორია, ხო? საქართველოს ისტორია იწყება მთებიდან და სადაც გადარჩენილი იყო ნოე და სადაც შემორჩა ნოე და საიდანაც მე ნოე სვანეთში არ შემორჩენილა, მაგრამ რაჭის ტერიტორიაზე შემორჩა. შემდეგ აქედან ჩამოდის ნოე და მრავლდება მისი წინაპარი და მათ აქვთ ის სიწმინდეები, გადმოცემის მიხედვით, რომელთაც პირდაპირ მნიშვნელობით საქართველოს იცავს. და ეს არის გონიერება, ანუ სიწმინდე რა არის თუ არა, მასში ჩაქსოვილი ის ინფორმაციები, რომელიც თავდაპირველად იყო, ხო? თავდაპირველად იყო. თუ თავდაპირველად იყო, ესე იგი გონთან მიგანიშნებს ეს თავთან და გონთან, ხო? პირველი ის რომ გაქვს ენა, თავი კიდე ის რომ გაქვს გონი. თუ გაქვს გონი, ესე იგი შეგიძლია ლაპარაკიც. თუ ლაპარაკი შეგიძლია, მაშინ შეგიძლია გამოთქვა დაწერო და დაწერა, მეგობრებო, ესე არ გეგონოთ რომ ყოველ საუკუნეში ყველამ რაღაცა იცოდა. წერა კითხვა შეეძლოთ მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს. დღეს რომ ყველამ იცის წერა კითხვა, ესე არ იყო ადრე, მეგობრებო. წერას და კითხვას შეეძლოთ მხოლოდ საეკლესიო პირებს და მეფეებს, მეფის კარზე, მეც არავის არ შეეძლო. დანარჩენები იყვნენ ჩვეულებრივად მუშა ხალხი, რომელიც ასაზრდოვებდა აი ამ გონიერს. და ეს იმას არ ნიშნავდა რომ ეს მუშა, რომელიც მეფეს ან ეპისკოპოსს ემსახურებოდა, ხო? რომ მისი დანიშნულება მხოლოდ მუშა დანიშნულება იყო.
ეგრე არ იყო მეგობრებო. აქ სულ სხვა სისტემასთან ქონდა საქმე, რომელიც დღეს აღარ ვიცი და დაგვავიწყდა, მაგრამ აღარ ვიცი და დაგვავიწყდა, რატომ თუ იცით? იმიტომ რომ გაგვძარცვეს ტონობით ჩვენი სიწმინდეები გააქვთ და დღემდე ვერავინ ვერ ვიცავთ ამ სიწმინდეებს. მაგრამ არსებობს ესეთი კუთხე, რომელსაც თავისი სიწმინდეები ჯერ არ გაუწია, არ გაუყიდია და თუ ძალით წაართოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალით წართმეული დაკარგულია. ძალით წართმეული არის წაგლეჯილი, ხოლო შენ თუ შენი ნებით ფულზე გაყიდე შენი სიწმინდე, ეს უკვე დაკარგულია. დაკარგული იმიტომ არის, რომ ჩვენ მარტო აქ დედამიწაზე არ ვარსებობთ, მეგობრებო. ძალები არსებობენ ზეცაშიც და ქვესკნელშიც. შუასკნელში ჩვენ სადაც ვარსებობთ, ხო? სადაც ფიზიკური ველი ძალიან კარგად გამომჟღავდება ასტრალურისა და მატერიის სინთეზიდან, ხო? ნაერთიდან. ამ მატერიალურ ველში მარტო ჩვენ მატერიალური ველით კი არ მოძრაობთ, ჩვენ მოძრაობთ ასტრალური ველითაც. ასტრალში, მეგობრებო, ის რაც შენი ასტრალი რა არის? სადღაცა სხვაგან კი არ არის. ასტრალი არის ისევ შენს შინაგანში, ოღონდ შენი ასტრალი, რომელიც წაგართვეს, ეს არის ის, რომ შენ იცნობ თუ არა, გაქვს თუ არა წვდომა, თავდაპირველად რა იყო. გაიხსენეთ, სახარებაში წერია, რომ თუ გინდათ, რომ გაიგოთ როგორ აზროვნებს ღმერთი, შენ უნდა იცოდე დასაბამიდან რა იყო და დასაბამიდან თუ იცი რა არის, ესე იგი შენ ასტრალზე წვდომა გაქვს. გესმის? ასტრალი სხვა სივრცეში არ არის, მეგობრებო. ასტრალი არის ჩვენს წარსულში. და მომავალი წარსულიდან გამოიკვეთება. ხო? და როდესაც შენ იცნობ წარსულს, აი მაგალითად ეხლა თამარ მეფის, ავიღოთ თამარ მეფის ეპოქა, ხო? თამარ მეფის ეპოქა ძალიან ახლოს იყო სიტყვასთან. სიტყვაში თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვის განხილვა მიმდინარეობდა, ანუ სული წმინდასთან წვდომა მიმდინარეობდა მე-12 საუკუნეში. მე-12 საუკუნეში თამარს რომ ნახევარი სვანეთი ემტრო და ნახევარი სვანეთი მისი მცველი იყო და იმიტომ ზედა სვანეთი და ქვედა სვანეთი თუ არ წაგიკითხავთ თქვენ და თუ არ იცით, რატომ განურისხდა ზედა სვანეთი ქვემო სვანეთს თუ იცით და რატომ გადაემტერნენ ერთმანეთს და დღემდე რატომ არის ვერავინ ვერ შეარიგა. რატომ და იმიტომ რომ როდესაც თამარი სული წმინდასთან დაახლოებას ლამობს და ცდილობს, ეპისკოპოსები მას აქორწინებენ ისეთ ურჯულო წარმომადგენელ ადამიანზე, რომელიც ვითომ რუსს უწოდებდნენ, მაგრამ რუსი არ იყო ის. არც რუსი იყო და ის იყო რაღაცა საშინელი წარმოშობის ვიღაცა იყო და ვერც სიტყვის მნიშვნელობას ფიქრობ, იგებდა და ვერც ვერაფერს მიუხედავად იმისა, რომ თამარი აფრთხილებს ამ თავის ეპისკოპოსებს, რომ არ იცით ვიზე მაქორწინებთ, საერთოდ არ იცნობთ ამ კაცს და არც წარმოდგენა არ აგექვთ და როგორ შეიძლება რომ გადაწყვიტოთ წინასწარ მე ვიზე დავქორწინდები, როცა ქალი ცდილობს რომ დაუკავშირდეს სიტყვას სული წმინდასთან კავშირი ქონდეს. ამას ნახევარი სვანეთი რომ კარგად იგებდა, რას ამბობს თამარი, ნახევარი სვანეთი ვერ იგებდა და რა მოხდა? მოხდა ის, რომ როდესაც ბოლოს და ბოლოს თამარის სიტყვა მართლაც გაჭრა და თავის სიტყვა ის რომ ეპისკოპოსებს ეუბნებოდა რა გინდა ჩვილო, ვიზე მაქორწინებთ, ჯერ გაიცანით ეს ადამიანი, მართლაც გამართლდა თამარის სიტყვა და აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი არის უუნარო, ვერც ქართულ ენაში ერკვევა, ვერც ქართულ სიწმინდეებში ერკვევა და ვერანაირ ქართულში ვერ ერკვევა და ამასთანავე არის ქალის შეურაცხმყოფელი და სოდომ-გომორული ცოდები ქალთანაც წვება და კაცთანაც, ხვდებით? ანუ ეგ არის ის ფაქტი, როდესაც თამარი განეშორება ისევ 3 წელი მისცემს ვადას კი არა და იმის გამოსწორების საშუალებას თუ რა ქვია მაგ სიტყვას კაცო, გამოსწორების დროს 3 წელი, მაგრამ ვერ გამოსწორდება, ეს უფრო და უფრო ცუდდება, ამიტომ განეშორება და შემდეგ როდესაც განეშორება ქვემო სვანეთი გადაწყვიტავს, რომ რაღაცა დროის პერიოდის მერე თამარი ამ გიორგი რუსს შეარიგოს და
ამის გაბედვაც კი როგორ გაბედეთო, ზემო სვანეთი განრისხდება ქვემო სვანეთზე და აქედან გადაემტერება მთელი ომებია და მთელი ესეთი ამბებია ჩართული იქ, რომ ერთმანეთს ებრძვის ზემო სვანეთი ქვემო სვანეთს, უпростоრად ქვემო სვანეთი ზემო სვანეთს, რომ იმათ აქვს მოსაზრება, რომ გიორგი რუსი დააბრუნონ თამართან, ამათ კიდე ესმით სიწმინდეების და ქართული სიტყვის. ეხლა რა ხდება? როდესაც თამარი გარდაიცვლება, მისი ანდერძი ჩვენ ვიცით, რომ არის იერუსალიმში წაეყვანათ თამარი და იქ დაეკრძალათ, ხო, თავის შვილს ესე ეუბნება, რომ იერუსალიმში წამიყვანეო. ეხლა მოსაზრება არის ესეთი, რომ იერუსალიმი დღეს როგორც ვიცნობთ ჩვენ, რომ არის იქ ისრაელის ტერიტორიაზე, ეგ არ იყო იერუსალიმად, ეგ არ ითვლებოდა, მეგობრებო, აქ სხვადასხვა იერუსალიმზე არის საუბარი. იერუსალიმი თავდაპირველად იყო მცხეთაში, შემდეგ, როდესაც იერუსალიმი იშლება და აღდგომა ხდება ქრისტესი, მიწისძვრა ხდება და იქ მთლიანად მთელი ტერიტორია ნადგურდება და მოუწევთ ამათ წასვლა და გადახიზნა ისევ, იმიტომ რომ არ დაემყოფებოდათ, და შემდეგ ცდილობენ მთელი ამდენი საუკუნები დადიან და მიწას ვერ პოულობენ და საბოლოო ჯამში აგერ მე-20 საუკუნეში იპოვიან მიწას, ააშენებენ იქ იერუსალიმს და ეხლა დააჯერებენ მთელ მსოფლიოს, რომ იქ იყო იერუსალიმი, იქ მოხდა ყველაფერი, იქ მოხდა ჯვარცმა. სინამდვილეში იერუსალიმი სად არის? წმინდა წყალია, ხო? იერუსალიმი არის ის, სადაც ღვთისმიერი ხალხი ცხოვრობს, ღმერთის წარმომადგენლები ცხოვრობენ. საცხოვრობენ ღმერთის წარმომადგენლები თუ არა იქ, სადაც ნოემ ააშენა თავისი პირველი ადგილი, ხო? და პირველი ადგილი სად იყო თუ არა, თავდაპირველად იყო რაჭა, შემდეგ სვანეთში გადავიდნენ მთებში, იმიტომ რომ რაჭაში რაღაც მოხდა ისეთი, რომ მოუწიათ გადასვლა. ამიტომ, მეგობრებო, ჩვენ როდესაც გვაქვს საუბარი იმაზე, რომ სად არის იერუსალიმი, იერუსალიმი არ არის რაღაცა ტერიტორია, არც მიწაა იერუსალიმი. იერუსალიმი ქვია იმ ქალაქს, სადაც ცხოვრობენ ღვთისმიერი ადამიანები. საცხოვრობენ ღვთისმიერი ადამიანები, რომელთაც აქვს წვდომა ასტრალზე. ვის აქვს წვდომა ასტრალზე, ვისაც ვერ წაგლიჯეს წარსული. და ვის ვერ წაგლიჯეს წარსული, მითხარით, აბა, საქართველოს დღევანდელი კუთხე, რომელსაც თავისი სიწმინდეები შემორჩენილი აქვს იმდენი, რამდენიც სვანებს. უკაცრავად. აქედან გამომდინარე თამარ მეფემ, რადგან ის შორს მჭვრეტელი იყო, თავიდანვე იცოდა თუ სად უნდა ყოფილიყო მისი სავანე და ამიტომაც ის გასაიდუმლოებულად ადის გარდაცვლილიც კი სვანეთში და იქ დავანდება. პირდაპირ მნიშვნელობით ეს ჩემთვის ნიშანია იმის, რომ სვანეთს ძალიან დიდი როლი ექნება საერთოდ ღვთიურის გადარჩენაში. და ღვთიური დღეს მე საქართველოში ვერსად ვერ ვნახე გარდა სვანეთისა. პირდაპირ გეტყვით რა, დღემდე სვანები თამარ მეფის აკლდამას ისე პატიოსნად ინახავენ, რომ ჩვეულებრივად შეეძლოთ სვანებს ეს ამბავი გამოეყენებინა თავის ასიკეთოთ და თამარ მეფის აკლდამა გაემხილათ და თამარ მეფის აკლდამის შესახებ გაიყიდათ, მაგრამ არ გააკეთეს, იმიტომ რომ მათში არის ჭეშმარიტი, მათ აქვთ ჯერ კიდევ წვდომა ასტრალზე, მათ იციან ეს წესები და აქედან გამომდინარე მე პირადად, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ თამარს, ზუსტად ვიცი, რომ ეს ამბავი მოხდება ისე, რომ კვლავ სვანები იქნებიან იმ სიწმინდეების გადამრჩენელები, რომელიც სიწმინდეც ნოემ შემოინახა. რა სიწმინდე შემოინახა ნოემ? ნოემ შემოინახა ეფუთის წიგნი. ეფუთის წიგნი, რომელიც თამარს გულში აქვს ჩაკრული და სვანებმა, რომლებმაც მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მეფეს გაანდეს ეს წიგნი, ეს იყო თამარ მეფე. და თამარ მეფეს ეს წიგნი წარმოიდგინეთ, იმხელა ცნობიერება აქვს სვანებს, რომ როდესაც სვანებმა თამარ მეფეს ათხოვეს ეს წიგნი და თამარ მეფემ რომ თავისი გარდაცვლილი ცხედართან ერთად, კაბასთან ერთად დაუბრუნა ეს წიგნი სვანებს, წიგნი არ წაართვეს თამარს. წიგნი დატოვეს მის გულზე. აი ეს არის ყველაზე დიდი საკითხი მე, რაც მაფიქრებინებს იმას, რომ სვანეთი იქნება საბოლოოდ
ჭეშმარიტების გადამრჩენელი. ყველაფერი ხო გაძარცვეს, ყველაფერი ხო გაყიდეს ქართველებმა, მაგრამ რაც შემოინახეს სვანებმა, იმას ვერავინ ვერ წაართმევს სვანებს. ვერავინ. ამიტომ სვანეთი გაძლიერდება, სვანეთს ექნება თამარ მეფის დაცვა ზეციდან, ანუ 100%-იანი დაცვა ექნება ზეციდან და სვანეთი იქნება ის ადგილი, საიდანაც კვლავ დაიწყება ცნობიერების გაღვიძება ადამიანში, რომელიც დღეს დატყვევებულია და დაჩლონგებულია და დასახიჩრებულია და არ ვიცი რა კიდე გამორთულია. ასე რომ ჩემი წინასწარ ჭვრეტა ხდება წარსულის ცოდნიდან. ეს იყო სულ ჩემი სათქმელი სვანების შესახებ. ახლა მე დაგიმშვიდობებით და გისურვებთ გამოფხიზლებას. სრულიად საქართველოს სვანეთს შეუერთდება ყველა ის გამოფხიზლებული წარმომადგენელი, რომელიც თავისი ტერიტორიის ძალაუფლებას დაიბრუნებს. მაგრამ თავისი ტერიტორიის ძალაუფლების დაბრუნება როგორ მოხდება, თუ კი გელათის ეკლესიასაც კი თამარ მეფის აკლდამას ხო იქ დაეძებენ და თხრიან ეხლა და რეებს არ აკეთებენ, მთლიანი იატაკი გამოცვალეს და გაყიდეს ეს ქვები. სად გაყიდეს, ვიზე გაყიდეს, რა თქმა უნდა იმ იერუსალიმზე, სადაც ეხლა ღვთისმშობლის ეკლესია შენდება ვითომ და იქ მთელ ქვებს ჩაალაგებენ ამ გელათისას. მაგათი დედავატირე და ესე არის მთლიანად მთელი იერუსალიმი აგებული მოპარული ქვებითა და მოპარული სიწმინდეებით და რა თქმა უნდა თან ტყუიან და თან არ ტყუიან, იმიტომ რომ ყველაფერი რაც კი სიწმინდე იყო, იქ გადაზიდეს, იქ ააშენეს და იტყვიან, რა თქმა უნდა, აქ მოხდა ჯვარცმა. იმ ქვაზე მოხდა, იმ ქვაზე მართლაც იწვა ქრისტე, მაგრამ ის ქვა იქ არ იყო, ის ქვა აქეთ იყო, რომელიც მოიპარეს და წაიღეს, ზოგი შეისყიდეს და ზოგი გაყიდეს და ზოგი რა აღარ გაუკეთეს, გონივრული ომი მიმდინარეობს, ცნობიერი ომი მიმდინარეობს, ფრთხილად იყავით იფხიზლეთ. აგერ მიწებსაც კიდევ გაწერენ, ისე რომ ვერც კი გაიგებთ ზოგი, რომ დაწერებული გაქვთ მიწა. ახეული გაქვთ მიწები. ქართველებს, ხო, ქართველებს. წავედი ხა გაგოცით.